ამ გაკვეთილში ვისწავლით ონკანის აწყობას 3D Max-ში და გავეცნობთ smoothing group-ის ტექნიკას, რომელიც კუთხოვან მოდელებს გლუვ და რეალისტურ ფორმას აძლევს. ვიდეოს ბოლოში გაჩვენებ რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის მოდელებს შორის და როგორ აირჩიოს სწორი მიდგომა მოდელირების დროს. როგორც უყურებთ ვარ ჩვენი სამზარეულოს აი ამ ეტაპზე, ვამატებთ სცენაში სხვადასხვა ობიექტებს და ვსწავლობთ საჭირო ხელსაწყოებს. უკვე რამოდენიმე გაკვეთილში გადავალთ ფინალურ ეტაპზე. აქედან გამომდინარე მეტი პრაქტიკისთვის დაამატეთ ჩვენ სცენაში სხვადასხვა სამზარეულოს მოდელები, რომ გახდეს მრავალფეროვანი. სიმართლე გითხრათ, მეც თქვენთან ერთად ვქნი ამ პროექტს და საინტერესო იქნება რა შედეგს მივიღებთ. ეხლა კიდე გადავიდეთ ჩვენს გაკვეთილზე. მოდით ახლა შევქმნათ ჩვენ ნიჟარის ონკანი. ამ ადგილას შევქმნით ცილინდრს. გვერდების რაოდენობა ქონდეს 24, რომლებიც შეგიძლიათ მივუწოდოთ იგივე. ამოვათავსოთ აი ამ ადგილას, ეს დავაფიქსიროთ. გადავიდეთ edit polish-ში. მოვნიშნავ აი ამ polygons. ვაკეთოთ ასევე insert-ი. ასევე extrude-ით გავზარდოთ. ეხლა მოვნიშნოთ აი ეს პოლიგონები. ამას გამოვყოფ detach მეშვეობით, მივუწოდოთ ასევე კლონირება. და ეს ახალი ობიექტი შევაბრუნოთ 90 გრადუსზე. აი ესე ავწიოთ ზევით. აი ამ ნაწილს შევამცირებ. რადგან გამოყავით ეს ობიექტი, აქ გვაქვს სიცარიელე, ესეც უნდა გავაერთიანოთ ბორერის მიმართულებიდან მივუწოდოთ ქეფი. გვერდით კუთხიდან მივიტანოთ ეს ობიექტი და დავსვათ პირველი ობიექტის ზუსტად შუაში. ასევე აი ამ წინა ობიექტზე ჩავამატებ კიდევ ერთ ხაზს შუაში. ამას კიდევ გავუსწორებ აი ამ ობიექტის შუა ნაწილთან. აი ამ ხაზთან დავსვალ, რომ შემდეგ როდესაც გადავაბავთ, სწორად მოხდეს მათი შეერთება. ეხლა შევიდეთ პრობულიანის მიმართულებაზე. ავაქტიუროთ union-ი, ეს ორი ობიექტი რომ გაერთიანდეს და start picking-ით მივუთითოთ. როგორც უყურებთ შეერთების დროს, პროგრამა ავტომატურად ჩლის ხოლმე გარკვეულ ხაზებს, ესე რომ არ მოხდეს, უნდა შევიდეთ პარამეტრებში და ქვედა ნაწილში მივუთითოთ მეორე მიმართულება, სადაც დააბრუნებს აი ამ წაშლილ ხაზებს. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ეხლა გადავალ ისევ edit polish-ში. და დავაკვირდეთ სადმე წერტილები ხომ არ არის დაშორებული. აი როგორც უყურებთ, აი ამ ადგილას იყოფა რამოდენიმე ნაწილად. გავაქტიროთ ignore, რომ უკან სხვა დამატებითი ხაზები არ მოინიშნოს. ეხლა აი ეს ერთმანეთისგან დაშორებული წერტილები გავააქტიუროთ და ველით შევაერთოთ. იყოს ერთი დამაკავშირებელი ვერტექსი. დავაკვირდეთ სადმე სხვაგანაც რომ არ იყოს იგივე. როგორც უყურებთ, მეორე მხარესაც არის შესაერთებელი, ესე მოვნიშნავ და ველით გავაერთიანებ. ეხლა გადავიდეთ პოლიგონებზე, მოვნიშნავ აი ამ ორ გვერდს, insert-ით შევამციროთ. და ეხლა აი ეს გვერდები პოლიგონების მოვნიშნოთ და გამოვიყენებ extrude-ს. ესე დავაფიქსირებ. ძირითადი ფორმა მივიღეთ ჩვენი ონკანის და ეხლა გადავიდეთ ჩვენი გაკვეთილის მთავარ თემაზე. მოდით ეხლა მე ამ ობიექტს დავაკოპირებ მარცხენა მხარეს, რომ შემდეგში უკვე დავინახოთ განსხვავება, F4-ით გამოვხო ხაზოვან სტრუქტურას. როგორც უყურებთ, ობიექტის ზედაპირი გამოიყურება უხეშად, ხედავთ მის შემადგენელ ნაწილებს. ამის გამო ბევრ დამწყებს გადაყავს ხოლმე მაღალ პოლიგონალურ მოდელირებაზე, რაც რა თქმა უნდა არის შეცდომა. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის მართვა, სადაც ვიყენებთ smoothing groups. ეს ხელსაწყო არის მოთავსებული edit polish-ში პოლიგონების მიმართულებაზე. ამ ქვედა ნაწილზე გვაქვს მისი პარამეტრები. პირველი და მთავარი, მოდით მოვნიშნოთ მთლიანად ობიექტი, აქ ასევე გამოვურთავ ignore-ს. აი ესე გავააქტიუროთ, დავაჭიროთ მთლიან all-ს, რომ დაუბრუნდეს საწყის პოზიციას და შემდეგ გამოვიყენოთ სტანდარტული მოქმედება, ეს არის auto smooth-ი, სადაც პროგრამა ავტომატურად ანაწილებს რომელი კუთხეები დაარბილოს, ანუ გახადოს გლუვი.
ეხლა დავაკვირდეთ ორივე ობიექტს, ამხელა განსხვავება მათ შორის, აქ ფაქტიურად იკითხება მისი შემადგენელი ნაწილები, ხოლო აქ უკვე გვაქვს ბევრად უკეთესი ვარიანტი. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ავტოსმოზით ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს, მაგალითად აი ამ კუთხეს თუ დავაკვირდებით, აქ ვერ ვხედავთ სად არის მათი გამოყოფა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ მისი სრულყოფილად მართვა. ეს ციფრები არის smoothing group-ის ჯგუფები, რომელიც განსაზღვრავს ზედაპირი იქნება გლუვი თუ კუთხოვანი. მოდით ახლა მე დავუბრუნებ ისევ საწყის პოზიციას, მოვნიშნავ მხოლოდ ქვედა ნაწილს და აი ეს პოლიგონები მოვათავსოთ პირველ ჯგუფში. დავინახავთ როგორ დარბილდა აი ეს ნაწილი. ახლა მოვნიშნოთ ზედა მხარე და ამასაც მოვათავსებ პირველ ჯგუფში. როგორც უყურებთ, ეს ორი სიბრტყე გაერთიანდა და გახდა ერთი ზედაპირი, ანუ ერთი სირბილი აქვს და უკვე ვეღარ ვხედავთ მათ შორის განსხვავებას, სად ხდება გამოყოფა, ამიტომ ზედა ნაწილს პირველი ჯგუფის მაგივრად მიუთითებ მეორეს და იქნება ცალკე ჯგუფში და იქნება ასევე გამოყოფილი. ახლა გადავიდეთ ზედა ნაწილზე, აქაც მოვნიშნავ აი ამ პოლიგონებს და აქ მიუთითოთ ჩვენ უკვე მესამე, ესეც რომ იყოს გამოყოფილად, ეს სამივე უკვე არის ცალ-ცალკე ჯგუფებში, ამიტომ ცალკე გლუვის ზედაპირი გააჩნია. რაც შეეხება აი ამ მხარეს, აქაც მოვნიშნავ, ბოლოს გქონდა მესამე გამოყენებული და ამიტომ ახლა გავააქტივროთ მეოთხე ჯგუფი. მე როგორც ხედავთ, გამოყავით უკვე ერთმანეთისგან ეს ყველა ადგილები. აი ესეთი ზედაპირი მივიღეთ. არც რთული არის ამების მართვა. თუ გვინდა რომ იყოს ცალ-ცალკე, უნდა მიუთითოთ სხვადასხვა ჯგუფები. მე როგორც უყურებთ, ბევრად ეფექტური მოდელი მივიღეთ. მოდი ვნახოთ განსხვავება ავტოსმოზის შემთხვევაში როგორი ქონდა. ეს არის საწყისი მდგომარეობა, შემდეგ ჩვენ თვითონ შევცვალეთ და მიუთითეთ რომელი კუთხეები დამრგვალებული იყო. აი ეს არის უკვე ავტოსმოზი, სადაც უკვე აი ამ ადგილზე არის ესე გაუგებრად. ამ შემთხვევაში ჩვენი ხელით შექმნილი ბევრად უკეთესია. გავაგრძელოთ ჩვენი მოდელის აწყობა. მოვნიშნავ აი ამ პოლიგონს. ითაჩით ახლა გამოყოთ. გავააქტიურებ ახალ ობიექტს, მოვახდინოთ იზოლირება. როგორც უყურებთ, მისი ღერძი დარჩა წინა ობიექტის შუაში, ამიტომ ეს უნდა შევცვალოთ, გადავდივართ იერარქიაში. ასევე გავააქტიუროთ pivot point-ი, ანუ ჩვენი ღერძი და აქ შეგვიძლია გადავადგილოთ ღერძი ნებისმიერ ადგილას, ან კიდევ მიუთითოთ ობიექტის ცენტრი და მოთავსება ზუსტად შუაში. ახლა გამორთავ ამ ფუნქციას, გადავიდეთ მოდელირებაზე, გამოვიხსენებ shell მოდიფიკატორს, მიცეთ მოცულობა. ასევე აი ამ ობიექტს დავაკოპირებ, scale-ით გავზარდოთ, რომ იყოს ზუსტად აი ამ ზომის, და დავიყვან edit polish-ში, მე ადგილს ოდნავ შევამცირებ, გვერდთა მხრიდან ეს ვერტექსები შევცვალოთ, მივცეთ ფორმა, აქ შეგიძლიათ თვალის ზომით გაასწოროთ. გადავიდეთ ზედა მხარეზე, მოვნიშნავ აი ამ ორ პოლიგონს, extrude-ით გავზდი. და ასევე scale-ით შევამცირებ აი ამ ადგილს. ესე მივიღეთ კიდევ ერთი დეტალი ჩვენი ონკანის. ახლა დავხვეწოთ წინა ობიექტის ფორმები. მოვნიშნავ ფაზებს. ასევე აი ეს შიდა ნაწილიც მოვნიშნოთ. და გავაკეთოთ chamfer-ის ფუნქცია. გავამატოთ ერთი სეგმენტი. რომ მივიღოთ მეტად ეფექტური მოდელი. ასევე იგივეს გავიმეორებ მეორე ობიექტზე, უბრალოდ აქ გამოვიყენებ
ვერ მოდიფიკატორს აქ შევცვლი რადიუსს დავაკვირდეთ რომ ხაზები არ კვეთავდეს ერთმანეთს დავამატოთ კიდევ ერთი სეგმენტი ესე მივიღეთ ქვედა ნაწილი ჩვენი ონკანის გადავიდეთ ახლა ზედა ნაწილზე რაც დაგვრჩა ზედა ნაწილს შევქმნი ხაზოვანი სტრუქტურით შევიდეთ სპლაინებში გავაქტიუროთ ლაინი და გვერდთან მხრიდან აი ამ ადგილებზე დავაფიქსიროთ ხაზოვანი სტრუქტურა შევიდეთ მის პარამეტრებში მოვნიშნოთ აი ეს შუა ვერტექსი გავყოთ ორ ნაწილად და ასევე დავამრგვალოთ აი ეს დავაფიქსირებ ახლა შევიდეთ რენდერინგში და მივცეთ მოცულობა ჩვენს ობიექტს გვერდების რაოდენობა გვექნება 24 და ასევე შევუცვალოთ რადიუსი ამ ჩვენს ობიექტს მივიდა ორი ობიექტის შუაში მე დავაფიქსიროთ ახლა შეგვიძლია ეს გადავიყვანოთ edit polish-ში და მოვნიშნავ აი ამ პოლიგონს აქ მე extrude-ით დავამატებ კიდევ ასევე მოდით scale-ით შევავიწროვოთ შევიდანოთ შიგნით მოდით კიდევ ერთ extrude-ს გამოვიყენებ რაც იგივენაირად აი ეს დავაპატარავებ და შევწევ შიგნით მივიღოთ აი ესეთი კუთხე ახლა დავაკვირდეთ ჩვენს ობიექტს აქ გვაქვს სიმრგვალე გლუვის ზედაპირი აქ როდესაც დავამატეთ ახალი პოლიგონები საჭიროებს შეცვლას ამიტომ შევიდეთ smoothing group-ში პირველ რიგში ვნახოთ აი ეს პოლიგონი რომელიც ჯგუფში არის გაერთიანებული და იგივე გავიმეოროთ აქაც ესე მოვნიშნავ ამასაც გავაერთიანებ პირველ ჯგუფში და გახდება ერთი მთლიანი ეს ყველა პოლიგონი ახლა Z ხედიდან დავამატოთ კიდევ ცილინდრი მე ამ ადგილას შევქმნი ახალ ობიექტს ახლა ავიტანოთ ზემოთ ამ ადგილას დავაფიქსიროთ მოვუმატოთ სიგრძე და დავიყვან ამას edit polish-ში მოვნიშნავ აი ამ პოლიგონს და insert-ით შევავიწროვოთ ასევე extrude-ით შევწევ შიგნით ასევე გავააქტიურებ აი ამ ხაზებს აქ გავაკეთებთ chamfers დამრგვალდეს კუთხეები დავამატოთ ერთი სეგმენტი ესე მივიღეთ უკვე მთლიანი ობიექტი როგორც უყურებთ მივიღეთ ესეთი მოდელი ჩვენი smoothing group-ის დახმარებით ეს ერთგვარად ერთ-ერთი საჭირო ხერსაწყოა და აუცილებლად უნდა იცოდეთ მოდით ახლა ვისწავლოთ რა შემთხვევებში უნდა ავაწყოთ ხოლმე კონკრეტული მოდელი პირველი ჩვენ დავიწყეთ სტანდარტული მოდელით სადაც გვქონდა კუთხოვანი გვერდები და შემდეგ უკვე smoothing group-ით შევცვალეთ და მივიღეთ აი ესეთი ეფექტური ობიექტი ეს ორივე წარმოადგენს ერთი და იგივეს უბრალოდ ვიზუალური განსხვავებაა მათ შორის ამას ჩვენ ვეძახით low poly-ს რომელიც გამოიყენება gaming-ში და ასევე არქიტექტურაში თუ ობიექტი მკვეთრად არ ჩანს და არ არის საჭირო მისი დეტალების შექმნა შემდეგ ჩვენ smoothing groups დავამატეთ chamfer-ის მოქმედებები ანუ კუთხეები დავამრგვალეთ ეს ითვლება საშუალო პოლიგონალურ მოდელად რომელიც ასევე გამოიყენება არქიტექტურაში ანუ ჩვენ აი ამ სამს ვიყენებთ ხოლმე არქიტექტურაში გეიმინგში და ისეთ სცენებში სადაც ობიექტები დიდად არ ჩანს ანუ არ ვარ ჩვენ კამერით მისული ახლოს რაც შეეხება ბოლოს მოდის high poly მაღალი პოლიგონალური მოდელი რომელსაც ვიყენებთ პროდუქტ დიზაინში და სცენაში სადაც ობიექტი ჩანს მკვეთრად მხოლოდ ის არის მთავარ როლში და ამიტომ საჭიროა ხოლმე მისი გადაყვანა მაღალ პოლიგონალურ მოდელირებაზე როგორც უყურებთ აი ამ ორივეზე გვაქვს 123 პოლიგონი შემდეგ ჩვენ გამოვიყენეთ chamfer-ის ფუნქცია და გახდა 139
პოლიგონი და ბოლოს მაღალ პოლიგონს დავაკვირდებით 2400 გვაქვს, რამხელა განსხვავებებია აი ამ სამს შორის. რაც შეეხება ჩვენს აი ამ ორ ობიექტს, მათ შორის განსხვავება ფაქტიურად არაფერია პოლიგონების გარდა, უბრალოდ აქ არის ტექნიკური მხარე. ჩემფერის შემთხვევაში ჩვენ, როდესაც უკვე დავამატებთ ჩემფერს და გავაგზავნებთ მოდელირებას, მერე უკან ვეღარ დაუბრუნდებით და ასევე მისი შესწორება არის რთული. რაც შეეხება მაღალ პოლიგონალ მოდელს, მას აქვს ბევრად მარტივი შექმნის ფუნქცია, რომელიც იმართება turbo smooth-ით. ამიტომ თუ ობიექტზე გვაქვს ბევრი დეტალი, ამისთვის ვიყენებთ ხოლმე turbo smooth. თუ მაგალითად აი ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ რამოდენიმე გვერდზე ჩემფერი, შეგიძლიათ უბრალოდ ესე მარტივადაც აწყოთ ხოლმე. უნდა იცოდეთ, რომ უკან ვეღარ დააბრუნებთ, ან კიდევ იწვალებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ ჩემფერის ფუნქცია, რადგან სულ რაღაც 6 კუთხე დავამრგვალეთ. ხოლო თუ მაგალითად გვექნება ობიექტი, სადაც არის მეტი დეტალი, მეტი კუთხე არის და მეტი გვერდის დარბილებაა საჭირო, ამისთვის ბევრად მარტივი არის turbo smooth-ი, რასაც ჩვენ ერთ კონკრეტულ გაკვეთილში ვისწავლით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა. იმედია ეს ყველაფერი გამოგადგებათ. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.